მობრძანებისათვის და პირდაპირ გადავალ მედიკამენტებთან დაკავშირებით, მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ხდომის ფარგლებში თქვენ შეხვდით ასევე ბოლოს წინა შეხვედრა იყო სწორედ მედიკამენტებთან დაკავშირებით და როგორია ვითარება, რა მართლაც არსებობს თუ არა შესაძლებლობა სივრცე რომ კიდევ უფრო მეტად გაიაფთეს მედიკამენტები, თუ ამ ნაწილში გარკვეული პროგრესი უკვე იყო. საკითხზე საუბრის დაწყებამდე მოგესალმებით აუცილებლად თქვენ და თქვენს მაყურებელს მივესალმები. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. თემა მართლაც საყურადღებოა და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ალბათ ეს არის იმ საკითხებს შორის, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება აინტერესებდეს და იმავდროულად აწუხებდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ალბათ ერთ-ერთი უპირველესი. ამიტომაც კარგია, რომ ამ თემაზე საუბარი გაიშალა, საზოგადოების ყურადღება ამაზე მიქცეულია და ვფიქრობ, რომ ეს უკვე კარგი შესაძლებლობაა, რომ გარკვეულ საკითხებზე სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და პრაქტიკებით სწორ კალაპოტში ჩადგეს. რაც შეეხება შეხვედრას, ეს მართლა ძალიან გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა იყო, გამორჩეულად იმიტომ, რომ არ ვიცი, ყველა მიმართულების წარმომადგენლობა იყო აქ უზრუნველყოფილი, ეს გულისხმობს როგორც წარმოებიდან დაწყებული, დამთავრებული უშუალოდ იმ ხალხით, ვინც ამის რეალიზაციას ახორციელებს და პრაქტიკულად არ ყოფილა მეტნაკლებად წვავე და ისეთი საკითხი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ფასების პოლიტიკაზე, რომელიც იქ არ დასახელებულა და რომელი მიმართულებითაც არ იქნა მონახული საშუალება, თუ როგორ შეიძლება რომ ჭარბფასიანობასთან გამკლავება შესაძლებელი გახდეს. საინტერესო იყო, მრავალმხრივი იყო, ასე ვთქვათ, დისკუსიაც, მსჯელობა, განხილვა და აი ამ განხილვების შედეგად პრინციპში კონკრეტულად გამოიკვეთა მიმართულებები. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თვითონ ბიზნესიც, როგორც თქვენ დასაწყისში შესავალში აღნიშნეთ, თვითონ ბიზნესიც მოტივირებულია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თავად ხედავს შესაძლებლობას ამ მიმართულებით, რომ პროცესები სწორი დინამიკით განვითარდეს, ასე რომ ეს მართლაც დამაიმედებელია. ვფიქრობ, რომ მოხერხდება. უბრალოდ აი ფარმაცევტიკას აქვს მაინც ერთგვარი სპეციფიკა, კომპლექსურობაში გამოხატული სპეციფიკა. აქ არ არის ესე საკითხი, რომ ერთი რომელიმე კონკრეტული კომპონენტის გადაჭრა იწვევდეს რაღაცა კლებას. აქ დაწყებული აი ჭარბად დანიშნული მედიკამენტების პრობლემიდან დამთავრებული თვითონ ფასების არქიტექტურის გაანალიზების საჭიროებით ყველა ეს საკითხი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება წარმოების მხარდაჭერიდან დაწყებული მართლაც ესე მაგალითად ქსელის სიმჭიდროვის საკითხის განხილვით დამთავრებული ყველა ეს საკითხი მხედველობაში იქნება მიღებული. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ალბათ მოსალოდნელია აი ამ უახლოეს პერიოდში, მათ შორის აი აპრილის შემდგომ უკვე ძალიან აქტიური მუშაობის წამოწყება იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით ერთდროულად პროგრესი ვაჩვენოთ. კი ბატონო, თქვენ აღნიშნეთ მათ შორის ბიზნესის მოტივაცია ამ კუთხით და მართლაც აი განსაკუთრებულად უფრო მეტად მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიმართულების წარმომადგენლები იყვნენ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მედიკამენტების ფასი არის ხოლმე მაინც ის საკითხი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად აქტუალურია და აქტიურად გამოდის. ბუნებრივია. აქტიურად გამოდის ხოლმე. აი ამ კუთხით მაინც თქვენი დაკვირვებით, საპარლამენტო სამუშაოც წინ არის. გვაქვს თუ არა რესურსი და აი კონკრეტული მოლოდინები, რომ აქ გარკვეული ტიპის პროგრესი გვექნება. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ გარკვეული პროგრესი რაღაც პერიოდს თუ ავიღებთ, უკვე გვაქვს მედიკამენტების ფასების შემცირების მიმართულებით. კი, სხვათა შორის სპეციფიკა, როდესაც აღვნიშნე ეს განსხვავებით სხვა სექტორებისგან, აქ უკვე არის გადადგმული რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტრადიციულად, რომელიც მოდის და რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ შემთხვევაში ფასების გასამართლიანებაზე. ეს არის რა თქმა უნდა რეფერენტული ფასები, ეს არის სხვა ასე ვთქვათ პოლიტიკის საკითხები ამ სფეროში. არსებობს რამდენიმე ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ფასები საკმაოდ დიდ ნაწილზე მედიკამენტებისა არის რეგულირებული. ერთ-ერთ მიმართულებად განიხილებოდა სწორედ იგივე მექანიზმის გაფართოება ერთის მხრივ ამ რეფერენტული ფასებისა, მოგეხსენებათ, რომ დღეს დადგენილია ეს 7000 მედიკამენტზე და დაგეგმილია გაგრძელება ყოფილიყო ასე შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა ჩვენი მიზანი არის, თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს მნიშვნელოვანია თქოს, რომ ფარმაცევტიკაში მაინც ცოტა განსხვავებულია მიდგომა, ამას სრულად ვეთანხმები. აი ეკონომიკის სტანდარტული პრინციპი, ესე მარტივად რო გამოვხატოთ, რომ რა ფასათაც იყიდება პროდუქტი, ის უნდა იყოს მისი ფასი, მაგრამ
ფარმაცევტიკა არ არის ის სფერო, სადაც ეს კანონზომიერება უნდა მოქმედებდეს შეუზღუდავად. ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა, აქ აუცილებელია, რომ ასე ვთქვათ, პროტექციონისტული დამოკიდებულებაც იყოს. თუნდაც 100 ადამიანიდან 90 ახერხებდეს რაღაცის ყიდვას მაღალ ფასად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ნაკლები შესაძლებლობა აქვს ფინანსური, რომ ხელი არ მიუწვდებოდეს მედიკამენტზე. ასე რომ მედიკამენტი ეს არ არის არც ფუფუნების, არც კომფორტის, არც ბევრი კიდევ სხვა რაღაცის ასეთის საგანი, ეს არის, რა თქმა უნდა, აუცილებლობის საკითხი. სიცოცხლის ჯანმრთელობისთვის აქედან გამომდინარე სრული უფლება გვაქვს, რომ ვიყოთ განწყობილი ისე, რომ პროტექციონისტულად მიუდგეთ ამას ყველაფერს და მოქალაქე იყოს მაქსიმალურად დაცული, მისი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. სხვათა შორის აქ ეს გულისხმობს არა მხოლოდ ფასით ხელმისაწვდომობას, აი აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს სიტყვა, არამედ განსაკუთრებულად სენსიტიურია ხარისხის საკითხიც, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. ეს არის უაღრესად დიდი მნიშვნელობისა და მთავარი მოქალაქე დაცული უნდა იყოს, ეს უკვე კლინიკურ სფეროში გადადის მართალია, მაგრამ მჭიდრო კავშირი აქვს თვითონ ფარმაცევტულ პროდუქტთან, იქ აუცილებლად უნდა იყოს დამცველი მექანიზმები, რომ ზედმეტად არ ხდებოდეს მედიკამენტების გამოყენება, არასაჭირო ზედმეტი, რომელიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, შეიძლება ჯანმრთელობისთვის მავნებელიც იყოს. კომერციული ინტერესი იქით ეკაჩება ყველაფერს, რომ წამალი მეტი იყიდებოდეს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს იმის ხარჯზე, რომ ინდივიდუალურად მე თუ მჭირდება 10, რომ მინიშნავდნენ 12. აქედან გამომდინარე, ესეც კი კავშირშია ამ სფეროს. საბოლოო ჯამში მოქალაქე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართებულად უყურებს და აფასებს საკითხს, მხოლოდ ამ პირობებით, რომ შედიოდა შარშან მაგალითად აფთიაქში ყიდულობდა რაღაც რაოდენობის მედიკამენტს, ის დღეს ადარებს ჯამურად რამდენი ეხარჯება. რა თქმა უნდა, ხომ მესმის, რომ შამპუნზე პოლიტიკა, რომელიც შეიძლება იყიდება ან საპონზე აფთიაქში ვერ იქნება იგივე პოლიტიკა, როგორიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე. აი აქ მედიკამენტების მიმართულებით ჩვენ ვეცდებით, რომ ობიექტურადაც შევამციროთ და მეორეს მხრივ აღქმაც თვითონ მოქალაქეებისა, ინფორმირებული მოქალაქისა იყოს რელევანტური და სწორი. კი ბატონო, აბსოლუტურად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ბუნებრივია უპირველესად და თქვენ შემთხვევაში მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ხედავთ ძალიან მნიშვნელოვან დიალოგს ბიზნესთან და ეს გადაწყვეტილება არ ხდება იმპერატიულად, არ ხდება ასე ვთქვათ, ესეთი ერთი ხელის დარტყმით პირობითად ძალიან კარგი დიალოგი. ეს სხვათა შორის ყველა სექტორზე ითქმის, ეს მხოლოდ ფარმაცევტიკა. ყველგან არის სამართლიანობა ბაზისი, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობის. ამას კარგებში ვხედავთ. ამიტომ ყველა ბუნებრივია განწყობილია, ხა სამართლიანობის საწინააღმდეგოდ ვერავის ვერაფერი ექნება. აქედან გამომდინარე, რეალურადაც როდესაც ხედავენ, რომ ეს არა სიტყვით, არამედ საქმითაც სამართლიანობაზეა მოთხოვნა, იქ ბუნებრივია არავინ უკან არ დაიხევს ამ მიმართულებით. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გკითხოთ სოციალური პროგრამების ეფექტიანობის ანალიტიკა, რომელიც დანერგილია სამინისტროს მე. რას ვხედავთ ამ შედეგებს, რამდენად გაამართლა ამ ინსტრუმენტის გამოყენება, როგორ ვაფასებთ? ეს ძალიან მარტივად რო ახსნა, რას ნიშნავს, ფიქრობ ეს აუცილებელია. არ შეიძლება ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით იყოს პროგრამები, რომელიც იზომება მხოლოდ დანახარჯებით. არ შეიძლება ჩვენ გავზომოთ მაგალითად, არ ვიცი, აი თუნდაც ბავშვებთან დაკავშირებული ან მოხუცებთან დაკავშირებული ესეთი სოციალური მხარდაჭერის პროგრამები, აი ზრუნვის პროგრამები რაც არის, მხოლოდ იმით თუ რამდენი ლარი დაიხარჯა ამ პროგრამაზე. თუმცა ძალიან დიდი შტაბეჭდილების მოხდენა შეუძლია დანახარჯების ზრდას. ეხლა ბავშვის პროგრამა მაგალითად 2012 წელს იყო სულ 18 მილიონი, ახლა არის 120 მილიონზე მეტია. ეს არის რა თქმა უნდა ისეთი, ამას ვეღარ გადაფარავს ვერავინ, რაც არ უნდა სპეკულაციური ინტერპრეტაციები შეთავაზონ, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მართლაც პრიორიტეტიზირებული აქვს ბავშვის ინტერესი. ეხლა რას ნიშნავს ჩვენ გვინდა რომ ყოველი დანახარჯი იყოს მაქსიმალურად ეფექტის მომტანი. უზრუნველყოფდეს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც დასახული აქვს ამ პროგრამას. და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით, აი მაგალითად თუნდაც კმაყოფილებას აღწევდეს, მაგალითად მშობლის, ბავშვის უშუალოდ და ასე შემდეგ ეს პროგრამა ისე იყოს შექმნილი, ისე ფუნქციონირებდეს, რომ ის მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს ერთის მხრივ შედეგებს, მეორეს მხრივ კმაყოფილებას და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ალბათ მთავარი საზომი იმ პროექტებისა, პროგრამებისა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, საზომი იმიტომ, რომ ეს უზრუნველყოფდეს საბოლოო ჯამში კარგად გამოყენებას, ეფექტიან გამოყენებას. როგორ შეიძლება საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენ ახლა იმპლემენტაციის პროცესში ვიმყოფებით და ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ეს არის აუცილებელი პროცესი. და სხვათა შორის არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სწორედ ასეთ მიდგომებს მოაქვს შედეგად, რომ აი გასულ წელს მოგეხსენებათ, რომ იყო აღიარება, განათლებასაც ეხებოდა ეს და ჯანდაცვის სისტემაცაც, სადაც აღიარებული იქნა
ეფექტიანობის თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესო სისტემად იქნა აღიარებული ქართული სისტემა. ამ კუთხით ეს გაუმჯობესებები და პროგრესი, რომელიც აქვს ჩვენ სისტემას, ეს იქნა აღიარებული ძალიან ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ. აბსოლუტურად ძალიან მისასალმებელია, როდესაც ეს გაზომვადი ამ შემთხვევაში შედეგები და შემდგომ გადაწყვეტილება. კი, ხა ინდიკატორებით ეს გაიზომოს უნდა. კი ბატონო, და აუცილებლად მინდა გითხოთ ბოლოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობის ნაწილი, რაიმე სიახლე თუ გვაქვს დამატებით და მიმდინარეობა პროცესი როგორი გვაქვს, ასე უნიშნულოვანი. ეს პრინციპში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ბუნებრივია, რომ ამას და ეს იმდენად მასშტაბური, იმდენად დიდი რეფორმაა, რომ აქ ბუნებრივია, რომ ესე ერთბაშად შედეგების ქონა შეუძლებელია. თუმცა გარკვეული ეტაპები წარმატებით გავიარეთ. ეს უნდა ვთქვათ, როგორც ეს დაგეგმილი იყო და როგორც ანონსი იყო გაკეთებული და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპებიც ასევე უმტკივნეულოდ წარიმართება. საკმაოდ დიდი და რთული ცვლილებებია და მიხარია, რომ ამ დრომდე რაიმე турბულენტობის და სირთულეს გარეშე იქნა გადალახული ეს თითოეული ეტაპი. იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. უახლოეს მომავალში ჩვენ გვაქვს ამოცანად გარკვეული ტექნოლოგიური განვითარება, იმიტომ რომ აქ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია სამინისტროს მონაცემის, რა თქმა უნდა, თუმცა ამას სჭირდება ინტეგრირება კერძო სტრუქტურებში, იმიტომ რომ სახელმწიფო არ არის ერთადერთი მიმწოდებელი. პირველადი ჯანდაცვის მოგეხსენებათ, რომ ეს ჩართულია ამაში იგივე სადაზღვეო სექტორის მიმართულება, ვისაც ინტერესი აქვს ზოგადად იგივე კერძო სამედიცინო დაწესებულებები და ასე შემდეგ. იქ ყველგან ეს აქტუალურია, ყველგან ბუნებრივია ეს მონაცემების მონაცვლეობა არის უკიდურესად დიდი მნიშვნელობის. აი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა შეიძლება იყოს თუ ეს სისტემა არ იქნება დახვეწილი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ გვჭირდება რომ თითოეული გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიღებული და შემდგომ მისი აღსრულებაც ხორციელდება თუ არა იმ ჩანაფიქრისა და იდეის მიხედვით, ეს რა თქმა უნდა კონტროლდებოდეს. კონტროლის ერთადერთი ინსტრუმენტი აუცილებელი ამასთან ეს არის რა თქმა უნდა სწორი მონაცემების შეგროვება. სხვაგვარად ეს შეუძლებელი იქნება. კი ბატონო, აბსოლუტურად ბოლოს ძალიან მოკეთ მაინც მინდა გკითხოთ, პრინციპში გამოიკვეთა გარკვეული საკითხები და მათ შორის ფასების ნაწილი, მაგრამ კიდევ რა რჩება სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებად 2026 ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს მიმდინარე წელს ასევე საუბარი დიდი სიამოვნებით. აი ეს მე მახარებს რომ არაერთხელ მოგვიწევს, იმიტომ რომ ერთ გადაცემაში მე ვერ შევძლებ პრიორიტეტების სრული ჩამონათვალი მოგაწოდოთ. მათ შორის თქვენთან ყოველთვის სასიამოვნოა საუბარი და ხშირი რესპონდენტი ხართ იმ ნაწილში რომ არასოდეს არ გზარდებით რომ გვესაუბრო. კი, ეს საქმე რასაც აკეთებს ჩვენი სამინისტრო და მისი თითოეული თანამშრომელი კეთდება მოქალაქეებისთვის. ამიტომ ის რომ მოქალაქეებს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ქონდეს ჩვენი სამინისტროს თანამშრომლების ნამუშევრის შესახებ, ბუნებრივია რომ ეს ჩემი ამოცანაა. პრიორიტეტებს რაც შეეხება, იცით, ალბათ ორიგინალური ვერ ვიქნები აქ თუ ვიტყვი და ესე იგი პირველი ეს არის აი რა ჭირდება კარგ ჯანდაცვას, კარგ სოციალურ უზრუნველყოფას, ამის მიხედვით მოიყრის თავს კონკრეტულად ეს პრიორიტეტებიც. ეს არის რა თქმა უნდა კარგი ინფრასტრუქტურა, ეს არის რა თქმა უნდა ტექნოლოგიური განვითარება, რომლის მიმართულებითაც აუცილებლად გვექნება გარკვეული მიმართულებები დაგეგმილიც და განხორციელებულიც. არ შეიძლება ამ თვალსაზრისით არ გამოვყოთ, მაგალითად არ ვიცი იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს, რამდენიმე რეგიონული საავადმყოფოს მიმართულებით ეს მნიშვნელოვანია. პირველადი ჯანდაცვა აუცილებლად დარჩება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტად, თუმცა აქ განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს არის რეგიონების დაფარვა მაქსიმალურად მაღალი და კომფორტული ხარისხის მქონე სერვისებით. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. გარკვეული პროგრამული ცვლილებები შეიძლება იყოს, მაგალითად, კლავაც ორიენტირებული მაღალი ხარისხის სერვისების მიღებაზე. ეს გულისხმობს მაგალითად, რომ იქ სადაც რა კომპონენტი აკლია, შეიძლება ეს წარმოადგენდეს ამ შემთხვევაში ჩვენი შემდგომი მუშაობის გაგრძელების საბაბსა და მიზანს. ფასების პოლიტიკის რეგულირება ესეც რა თქმა უნდა არანაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობ, როგორ გავხადოთ მედიცინა უფრო აკადემიური, აი ამ პრაქტიკული მედიცინა აკადემიური გახდეს, ამიტომ იგივე განათლების მიმართულებით, უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით გვაქვს გარკვეული გეგმები. გეგმები უკავშირდება იგივე სამედიცინო შეცდომების მინიმიზაციის სურვილს და ამოცანას. ესეც სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ბევრი წლის განმავლობაში ვერ დაინერგა ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც დარეგულირდებოდა სამედიცინო შეცდომები. ამის აღრიცხვა ერთის მხრივ და შემდეგ მუშაობა იმაზე, რომ ეს კლებად რეჟიმში იყოს. ამიტომ ყველაფერი ეს ჩვენი ინტერესის საგანი იქნება და ვნახოთ ალბათ შევიცდებით, რომ მომდევნო წლის ამ დროისთვის კონდეს უფრო მნიშვნელოვანი და ხელშესახები რეზულტატები. კი ბატონო და ასევე ჩვენ არაერთხელ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, არაერთხელ ვისაუბრებთ თელ რიგ საკითხებზე.
საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის მინდა აუცილებლად აღვნიშნო თქვენ დიალოგი ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ბიზნესებთან და ამ კუთხითაც გადაცემამდე საუბრობდით, რომ გვექნება წელსაც შესაძლებლობა, რომ ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაცია გქონდეს. ჩვენთვის ძალიან საინტერესო პლატფორმაა კომუნიკაციისთვის ბიზნესთან, საზოგადოებასთან, ასე რომ ჩვენს ინტერესით ველოდებით შევძლებთ ამის შემდგომ გაგრძელებას, ასე ვთქვათ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ჩვენ დავუბრუნდებით პარასკევს.